ქნა როგორ მოიქცი არ ვიცი. საბუთები გასაგზავნი მაქვს, გამომგონებლის გვარი არ მახსოვს. ნინო, გახსოვს ჩვენთან გამომგონებელი რომ დადიო? სათვალეებიანი. ხო, სათვალეებიანი. იცნო? როგორ არ ვიცნო? რა გვარია? რა გვარია? ხო, რა გვარია? გვარი არ მახსოვს. გვარი არ გახსოვს. თავისუფალი. მოადგილი აქ არის? აქ ახლავთ? თავისუფალი. შოთა. შემოდი ჩემთან. ისმეთ? გახსოვს ჩვენთან გამომგონებელი რომ დადიოდი? სათვალეებიანი. ხო, სათვალეებიანი. როგორ არ მახსოვს, ბატონო, ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ერთ ეზოში ვთამაშობდით, ერთ მერხზე ვისყედით და მეგობარია ჩემი. ძალიან კარგი. გვარი ჩამოწერინა. გვარი? ესე იგი, სახელი თუ გვარი? გვარი? ოთარი უმარი. კვერენჭხილაძე არ უკაცრავად გოგებაშვილი არა? აჰა. ოზე იწნება, სიჭინა არა, სიჭინა არა. იცით რა, გვარი არ მახსოვს. მაგრამ რომ შევხედო იმ წუთში გამახსენდება. ვიცნობ, რომ შევხედო ვიცნობ. რომ შეხედო იცნო? კი ბატონო. მაშინ ახლა გამომგონებელი აქ მოვა. როგორ მეკითხე გვარი და სასწრაფოდ შემოწყობინა. კი ბატონო. ისა მაბადეთ. ბატონო კლიმენტი. გვარის კითხვა ჩემთვისაც უხერხული ხომ არ იქნება, რა ვიცი, მეგობარია და, მეგობარი არ ვიცი მე. კითხე გვარი და სასწრაფოდ შემოწყობინა, თორემ არ გნახავს სამსახურში. ბატონო. სნაური კაცია ჩემი დირექტორი. მეგობარს როგორ ვკითხო გვარი? არა და მოგხსნის. შოთა, მეგობარი. გამარჯობა, შოთა. გამარჯობა ისა. როგორ ახარ? მოდი დაჭიქი. სად ახარ? როგორ მომენატრე? შენ ახარ? გამომგონებელი. მე სულ ფიქრობდი რომელი გამომგონებელი. როგორ ახარ? კარგად ვარ. ძალიან მომენატრე, შემჭამა დედაჩემ სად არისო? ის აღარ მოდისო, ის რო დადიოდაო შენთან შენი მეგობარი, რატომ არ მოდიხარ შენთან? ჰა? სხვა როგორ ახარ? კარგად ვარ. ძალიან კარგი. სახში როგორ ახარ? ვამლობ კარგად. ძალიან კარგი. სახშიც კარგად ხარ. სად ახარ ახლა შენ? ისევ იქ. ისევ იქ ხარ? იქ ხარ? ისევ იქ ხარ? იქა ვარ. აჰა. ესე იგი, აქ ხარ, მაგრამ იქ ხარ. აჰა. როგორ მომენატრე. რას აკეთებ? ისევ იმას. ისევ იმას აკეთებ? აჰა. ესე იგი, ისევ იქ ხარ და ისევ იმას აკეთებ. ძალიან კარგი. დაადგინე გვარი. ჯერ სახელზე ვმუშაობ. ვინ იყო? არ იცნობ. ესე იგი, ისევ იქ ხარ, ისევ იმას აკეთებ და კარგად ხარ. ძალიან კარგი. და უკაცრავად? ოთარი ქვია, ოთარი. მადლობთ, ბატონო დირექტორო. ოთარ! როგორ ახარ ოთარ? სად ახარ ოთარ? ასე უნდა ოთარ. მე შენგან ოთარ ამას არ მოველოდი ოთარ, იმიტომ რომ ოთარ ხომ იცი ჩვენ ისეთ რა ვიცი ოთარ. როგორ ახარ? სახში როგორ ახარ ოთარ? კარგად ვარ. ესე კარგად ახარ, ძალიან კარგი. და ოთარ, შენ ტელეფონების ციგნი თუ გაქვს საკითხული? ძველი გამოცემა კი და ახალი ჯერ არ წამიკითხავს. აი მე შენ გათხოვებ ახალ ტელეფონების ციგნს, მესამე ტომი. საბურთალოს ნომრებია შე. საოცარი, ძალიან საინტერესოა. რამდენაირ გვარს არ წააწყდები კაცო ამ ტელეფონების ციგნში? აი გადაშლი თუ არა პირდაპირ ოთარ კვერენჭხილაძე, ოთარ. კი არის. ოთარ სიჭი. ხუნდაძე ოთარ არის. მე შენ მოგიტან ამ ციგნს სახში, კარგი? არ მინდა შეგაძოხო. არა უშავს, მე მოგიტან შენთან. მოვალ მესამე სართულზე ხომ ამოვალ და გვერხოთ წერია კარზე.
იცი, გვარი კარზე არ წერია. არა უშავს ხომ ვიცი შენი გვარი რა თქმა არ ვიცი თუ რა. ესე იგი მოვალ, თუმცა რატომ მოვიდე? დაგირეკა. დამირეკე. всё დაგირეკა. კი ბატონო. ოღონდ წაიკითხავ თუ რა დამიბრუნე ციგნი. ბატონო. ესე იგი დაგირეკავ და მოგიდა. კი ბატონო. ხო, მარტო ისა, ტელეფონი ხომ გაქვს? კი მაქვს. გაქვს ის რა გვარზია გაფორმებული მითხარ შენი ტელეფონი? ჩემ გვარზე. აბა ჩემ გვარზე ხომ არის? იცი რატომ მკითხე ამას წინათ ჩემმა მეზობელმა ტელეფონი ცოლის გვარზე გააფორმა და თვითონ ტელეფონის გვარზე გაფორმდა. ესე იგი სახში კარგად ხართ არა? კი კარგად ვარ. ოთარ შენი რა ქენი შენ პასპორტები რომ გამოიცვალა მე მაგალითად გამოვცვალე შენ გამოცვალე პასპორტი არა ძველი პასპორტი მაქვს. შენ ისე ძველი პასპორტი გაქვს არ გადამრიო იცი როგორ მომენატრა გაღარც კი მახსოვს როგორია აბა მაჩვენე ერთ-ერთ შენი პასპორტი იცი რა შოთა მე პასპორტს არ ვატარებ. მაგრამ რა უფლებით რატომ მოქალაქე ხარ და პასპორტს რატომ არ ატარებ რა უფლება გაქვს პასპორტს რომ არა რატომ არ ატარებ პასპორტს მე ბატონო პირადობის მოწმობას ვატარებ. თან გაქვს კი მაქვს. მომეცი რა მნიშვნელობა აქვს იყოს პირადობის მოწმობა სიამოვნებო. პირადობის მოწმობა იგივე პასპორტი ოღონდ მისამართი ერთ-ერთი მისამართი და გვარი ვიცი შენ და მომეცი პირადობის მოწმობა და ამწუჩი მათხოვერი მე ვთქვი დამრჩენია. სადაგჭ ალბათ სახლში. სახში როგორ ხარ თქვენ ჩვენ კარგად ვართ, მაგრამ შენ როგორ ხარ? მე არა ვარ კარგად რატომ? ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვმუშაობ განსაკუთრებით ჩაფლული ვარ გრაფოლოგიაში შენ იცი რა არის გრაფოლოგია არ ვიცი. გრაფოლოგია არის ასეთი მეცნიერება ნებისმიერი პიროვნება მოაწერს თავის გვარსა და სახელს მე პროფესიით გრაფოლოგი დავხედავ და ზუსტად ისევე შემიძლია გადავიღო მისი ხელწერა რა საინტერესოა? გაინტერესებს ძალიან მაინტერესებს. აბა მიდი მოაწერე შენი გვარის სახელი მამის სახელი კი ბატონო. იცი რა მამის სახელი არ გინდა გვარის სახელი მიდი კი ბატონო. ხლა შინაური ხარ არ გინდა სახელი მარტო გვარი კი ბატონო. გვარი მოაწერე მარტო და აი მე არ გიყურე მითხარი მოაწერე კი. გადაიღებ? გადავიღებ გადაიღებ. დავხედავ თუ არა იმ წუთში გადავიღებ ესე დავხედავ თუ არა გადავიღებ გადაიღებ. კი ბატონო დავიწყოთ გადაიღებ? გადავიღებ დავიწყოთ ესე იგი ო ესე იგი ოთარი შენახავ კი. ო წერტილი თავისთვის არის ესე იგი ო წერტილი და მე შენი გვარია გვარი გადაიღებ? გადავიღებ გვარი ოთარი შენი გვარის პირველი ასო შემახსენე გაკრული ხელით არ გაქვს და მე გადავიღებ პირველი ფუ. ესე იგი პირველი ფ არა დიახ. ესე იგი ო წერტილი ფ თუ არა, ფუ. ა ფ ესე იგი ო წერტილი ფ მეორე ასო ფ მეორე ა. ფა ფა. ფა ფა. ფა არა ფ ა მოიცად ფ ა მესამე ასო მითხარ და მესამეც ფაცი გადაიღებ? არ გადავიღებ შეიძლება ესე გადაიღებ არ გადავიღებ მაგრამ არ გადავიღებ გადაიღებ ხომ არ გეცი არა, როგორ გიგადრებ. მაპატია ცოტა ავღელდი საერთოდ სისულელია გრაფოლოგია დასაჭიროა გრაფოლოგია რა არის გრაფოლოგია გრაფოლოგია რომ საჭირო ყოფილიყო ჩვენ ამას სკოლაში გვასწავლდნენ მაგრამ არ გვასწავლეს იმიტომ რომ არ იყო საჭირო ჩვენ გვასწავლეს მათემატიკა გახსოვს მათემატიკას რომ გვასწავლდა ესა მასწავლებელი მაღალი მასწავლებელი რომ იყო და სულ დაბალ ნიშნებს რომ წერდა გახსოვს მე როგორ უყვარდი რომ გამომიძახებდა ხოლმე დაფასთან გამოვა შოთა უჯმაჯურიძე გახსოვს ჩემს გვარს როგორ ამბობდა უჯმაჯურიძე დაფასთან დაფამიდი უჯმაჯური გახსოვს ჩემს გვარს როგორ ამბობდა როგორ არ მახსოვს ჩემო შოთა?
უჯმაჯურიძე. გენიოსი ხარ. როგორ გახსოვს ზუსტად ასე ამბობდა. მე არ მახსოვდა. უჯმაჯურიძე კი არა, უჯმაჯურიძე. მახვილს ბოლოში აკეთებდა უჯმაჯურიძე. ასე ამბობდა ჩემ გვარს. ესე იგი ჩემ გვარს ამბობდა, მოდი ერთად. უჯმაჯურიძე. ასე ამბობდა ჩემ გვარს. შენ გვარს როგორ ამბობდა? ისე უბრალოდ დაფასთან გამოვა ოთარი. სახში როგორ ხართ თქვენ? კარგად ვართ, კარგად. კარგად არა? შენ ერთი რამ მითხარი, შენ თბილისში მოგვარეები ყავს? ყავს. კარგი, კეთილი. აი ვაკეში თუ ყავს მოგვარეები? კი, ყავს. საბურთალოზე? ყავს. დიღმის მასივში? ყავს. კარგი. აი ვაკეში რომ მოგვარეები არიან, ისინი რა გვარები არიან? კი, მაგრამ ჩემი მოგვარე, ჩემი გვარის არიან. შენი მოგვარე, აბა ჩემი გვარი. ნეტავ ეხლა. შენ იყო უჯმაჯურიც და მე ვიყო ჯმაჯურური. არა. ნეტავ ეხლა მე ვიყო ჩემი დირექტორი და ის იყო ჩემი მოადგილე. კი, მაგრამ რატომ? რატომ და მე მოხსნიდი მაშინ იმას. აბა რას მე რატომ ხსნის სამსახურიდან? 9 ჯერ ვარ მოხსნილი, მე-10 მხსნის ეხლა. ვარ მოხსნილი ვზივარ სახში. უცებ მირეკავს ჩემი დირექტორი. თუ გინდა რომ აღგადგინო, აპარატი გამოიგონე და აღგადგენო. ვიმუშავე 14 დღე, გამოიგონე კარგი აპარატი. აღმადგინა. მე იმ აპარატს ვუწოდე ჰიპნოზი. ჰიპნოზი 83. და მე იმ აპარატით ადამიანებს ვავიწყებ გვარებს. მე შემიძლია საერთოდ დაგავიწყო გვარი და უგვაროთ. ივლი ამ ქვეყანაზე. არ ჯერა. არ გჯერა? აი ერთსაც არ ჯერო და დავავიწყე და ეხლაც უგვაროთ არის. გინდა შენი გვარი დაგავიწყო. კი ბატონო. დაგავიწყო? კი ბატონო. თავარია სიმშვიდე. თავარია აშეკა. ვატ. დაი. შენ მე მაინტერესებს შენი გვარი. რა გვარი ხარ მითხარი და თავისუფალი ხარ. უბრალოდ მითხარი. რა გვარი? აი ესე ვიტომ არ გიყვარებ? რა გვარი ხარ? ოთარი. ჰა? ოთარი. არა, ოთარი არის სახელი, მე მაინტერესებს გვარი. აი რა გვარი ხარ? შოთა. შოთა? აი გეტყვი მოიცა. და უშოთ აი ხომ არის შოთა რუსთაველი. შენ შოთა ხარ, მაგრამ შენ რა გვარი ხარ? იქ შოთა მე ოთარი. შოთა ოთარი ხარ? კი. აი დაუშვათ ეს. მოგეში. მე ვარ უჯმაჯურიძე. შენ რა გვარი ხარ? უჯმაჯურიძე. შენც უჯმაჯურიძე ხარ? კი. როგორ არის დედიკო? არ ვიცი. ბიჭო, შენ არა ხარ უჯმაჯურიძე. შენ ხარ სხვა ჯმაჯურიძე. მაგრამ მე მაინტერესებს აი რა ჯმაჯურიძე ხარ? მითხარი რა გვარი ხარ თუ ძმა ხარ? მაშინ ასე გეტყვი. ქუჩაში მოდის ორი ადამიანი. გამარჯობა, გამარჯობას მოვამბობ, გამარჯობა. გამარჯობას მოვამბობ, გამარჯობა. აი ორივეს მევჭი. გამარჯობა, გაგიმარჯოს. რა გვარი ხარ? კარგად. შენ ახლა კარგად ხარ? კი. რა გვარი ხარ? მითხარი შენ. შენ რა გვარი ხარ? აი გვარი. გვარი, ბავშვი რომ იბადება გვარი, სახლი შენ გვარი. მითხარი, რა გვარი? რო გაგიშნი ახლა რა გვარი ხარ? მითხარი. ბიჭო, სამსახურიდან ხსნიან, კაცი არა ხარ, რა გვარი ხარ? მითხარი, ხსნიან სამსახურიდან რა გვარი ხარ? ბიჭო, მეგობარი ხარ, არის რა გვარი ვარ? დამავიწყდა და მითხარი, რა გვარი ხარ? სამსახურიდან ხსნიან, თუ ძმა ხარ. რა გვარი ვარ და მუშავარი, უჩები, რა გვარი ხარ? მითხარი, რა გვარი ვარ და მოიგონი. კინაღამ კი არა მართლა დამავიწყდა. მართლა დაგავიწყდა? შოთა, გისმენთ? კითხე გვარი. დიახ, რა გვარია? დავიწყდა. ეხლა ვეკითხე. მიბადო, რა გვარი ხარ?
ეხლა მოხკალი მითხრა რა გვარი ხარ დირექტორი მეკითხა რა გვარი ხარ დამოვიცდა შენ როგორი ხარ რა შენ როგორი ხარ მე რა გვარი ვარ ხო როგორი ხარ ბიჭო მე რა გვარი ვარ რა გვარი ხარ და რომ გითხრა ჩემი გვარი მე თქვი შენ გვარი აი რა გვარი ხარ მე რა გვარი ვარ ხო რა გვარი მე რა გვარი ვარ და ხო რა გვარი ხარ ბატონ დირექტორო მითხარით რა გვარი ვარ მე თქვი რა გვარი ვარ მე თქვის რა გვარია და გეტყვით რა გვარია ამ ხელაკაცმა შენი გვარი არის იცი? ეხლა თუ გინდათ იმის გვარი მითხარით ჩემი გვარი თორე ვერ გაიგებთ იმის გვარს რა გვარი ვარ მე რა გვარი ვარ მითხარით როგორ ამ ხელაკაცმა შენი გვარი არის იცი? არა გვენჯირ რა გვარი ვარ დამავიწყდა რა გვარი ვარ მითხარით დამავიწყდა როგორ შენი გვარი არის იცი ამ ხელაკაცმა? დამავიწყდა ბატონო და მაშინ თქვენ რა გვარი ხართ მითხარით მე რა გვარი ვარ და მე ვარ დირექტორი და მე ვარ გამომგონებელი არ მუკაცრავად მე ვარ მოადგილეს გამომგონებელი მაგრამ რა გვარი ხარ რა გვარი ხარ ვალიდან არ დაგინახო სამსახში საცოდაო უჯმაჯური ძე ვარ უჯმაჯური